მოგესალმებით. საქართველოს პირველ არხზე წარმოგიდგენ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტს წიგნების თარო. მე კვლავაც ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და დღეს ჩვენ უნდა ვითამაშოთ წიგნების თაროს ახალი, ანუ მე-9 სასკოლო სეზონის მეორე მე-16 ფინალი. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილე გუნდებს. ჩემგან ხელმარცხნივ არის თბილისის სკოლა ლიცეუმი პრომეთე. გამარჯობა მეგობრებო, მარიამ, ქეთი და ტასო, როგორ ხართ? კარგად თქვენ? მეც არ ამნიშავს, კარგად ვარ. მიხარია თქვენს ღიმილებს რომ ხედავ ამ სტუდიაში, იმედი მაქვს რომ ესეთი განწყობით გააგრძელებთ თამაშს, ხო? დიახ. აუცილებლად. წარმატებებს გისურვებთ. კიდევ ერთხელ და თქვენი მეტოქე იქნება თელავის მე-9 საჯარო სკოლა, ნათია, ლიზა და ლიზი. გამარჯობა მეგობრებო თქვენს. თქვენ როგორ ხართ? შემართებით. შემართებით. საბრძოლოდ თქვენს რაღაცა დადებითი განწყობა გეტყობათ. ეს ძალიან სასიხარულოა, უხდება დადებითი განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა დაძაბულია ხოლმე წიგნების თაროში, წიგნების თაროს მაინც უხდება დადებითი განწყობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს. ორივე გუნდს კიდევ უფრო გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ თითოეული თქვენგანი თამაშის ბოლოს სპეციალურ საჩუქრებს მიიღებთ. ესენი იქნება წიგნები, ბლოკნოტები, სხვადასხვა ბრენდირებული აქსესუარები და ჩანთები. თუმცა ეს საჩუქრები ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ უკეთესია გამარჯვება, რომელიც გზას გაგვიხსნის მთავარი პრიზისკენ. მთავარი პრიზი კი წიგნების თაროში გახლავთ საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. რაღაც სიახლეები გვაქვს, გაიგებდით ალბათ უკვე. პირველი სიახლე ის არის, რომ გულშემატკივარს ვეღარ ვხედავთ სტუდიაში, მაგრამ გულშემატკივარი იმყოფება შესაბამის საგულშემატკივრო ოთახებში და იქიდან გქომაგობენ. პირველ რიგში პრომეთეს მოსწავლეებს ვკითხავ, ვინ არიან დღეს თქვენი გულშემატკივრები? მშობლები, დედამთის დეიდაშვილი. მშობლები და დეიდაშვილი, ხო? ძალიან კარგი, მაშინ მათაც წარმატებები ვუსურვოთ, კარგი ნერვიულობის გადატანა მოუწევთ ალბათ, ხო? იმიტომ რომ ესეთ ყველაზე ახლობელ ადამიანებს უფრო მეტი ნერვიულობა უწევთ ხოლმე ხანდახან ჩვენს გამო. წარმატებებს გისურვებთ და ვინ გულშემატკივრობს თელავს? მეგობრები. მეგობრები და ძმა. ძალიან კარგი, მეგობრებო და ძმაო, თქვენს წარმატებებს გისურვებთ. არ ნერვიულოთ, ძალიან კარგი გოგონები არიან დღეს მეორე მე-16 ფინალში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდი აჩვენებს თავის თამაშს. მცირე სიახლე გვაქვს თამაშის წესებშიც, კერძოდ ის, რომ ვიდეო შეკითხვის რაუნდს ითამაშებთ თავად თქვენ და პლუს ამას დაემატება დაემატა უკვე მე-10 ძირითადი რაუნდი, რაც არის შემთხვევითი რაუნდი, კომპიუტერის შემთხვევითობის პრინციპით გვირჩევს ერთ-ერთ რაუნდს და მასზეც მოგიწევთ თქვენ თამაში. მთლიანობაში თამაშის წესები კი მოდით ყველამ ერთად კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ. წიგნების თარო შედგება 3 ეტაპისგან. პირველი ეტაპი ძირითადი რაუნდები. ამ ეტაპზე თუ გუნდი შეკითხვას ძირითადი მინიშნებით გამოიცნობს, 3 ქულას მიიღებს. დამატებითი 30 წამის დროს 2 ქულას, ხოლო დამატებითი მინიშნებით 1 ქულას. მეორე ეტაპი ზოგადი რაუნდები. თითოეულ რაუნდზე გუნდიდან 1 მოთამაშე რჩება მაგიდასთან და სწორი პასუხის შემთხვევაში 2 ქულას იღებს. მესამე ეტაპი ბლიცი. გუნდიდან 1 მოთამაშე რჩება მაგიდასთან და 1 წუთის განმავლობაში პასუხობს ბლიც კითხვებს. თითოეული პასუხი 1 ქულის ტოლია. აი ასეთია თამაში წიგნების თარო, ასეთია წიგნების თაროს წესები და ახლა უკვე უნდა გკითხოთ, დავიწყოთ თუ არა თამაში, ხო არ გადაგიფიქრებიათ? დავიწყოთ. მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი, პერსონაჟი. თქვენ უნდა გამოიცნოთ პერსონაჟი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვან ნაწარმოებში ვხვდებით. ის ტექსტის მთავარი გმირი არ გახლავთ, თუმცა დასაწყისში ვეცნობით, სადაც ის პროტაგონისტს უპირისპირდება. გამოსაცნობი პერსონაჟი მმართველია ქვეყნისა,
რომელიც სხვა ძლიერ სახელმწიფოს ემორჩილება. ის ვერაგობითა და ცბიერებით ცდილობს დაამარცხოს მოწინააღმდეგე და ასე რაინდისათვის მიუღებელი გზებით გადააგდოს ბატონობის უღელი. აღსანიშნავია, რომ გამოსაცნობი მეფე მარცხდება, რადგან მას ცბიერებას ჯერ ვაზირები მიუხვდებიან, შემდგომ კი მის გეგმას მოწინააღმდეგე პრომეთე პირველი გაბრძოლება. რიჩარდ მესამე გონია შექსპირის რიჩარდ მესამედან. რიჩარდ მესამე ვერაგობითა და ცბიერებით სახელგანთქმული პერსონაჟი ლიტერატურაში, რატომაც არ მგონია რომ რომელზეც ამბობენ ხოლმე სხვათა შორის, რომ ისტორიულად ბევრად უკეთესი მეფე იყო, მაგრამ შექსპირმა ასე წარმოგვიჩინაო. საინტერესო ვერსიაა. რაღაცებში გავს კიდევაც, მაგრამ არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ. მეგობრებო, არ არის სწორი პასუხი. მე უნდა გავაგრძელო შეკითხვის წაკითხვა თელავისთვის. ჯერ ვაზირები მიუხვდებიან, შემდგომ კი მის გეგმას მოწინააღმდეგე მეფის კარზე გაზრდილი კაცი გაამხელს. ამიტომ მას უძლეველ ამირბართან ხელჩართულ ბრძოლაში დაპირისპირება მოუწევს და დამარცხდება. ბრძოლაში დატყვევებული გახსნის ყველა ციხესიმაგრეს, საიდანაც ამირბარი სატრფოსთვის ყაბაჩას და რიდეს წამოიღებს. ვერსია არის არიელი. მიდის სწორი. უეჭა. რიდა და ყაბაჩა წამოიღო იმისთვის, რა ქვია, ნესტანდარი. არიელი. კი, რიდა და ყაბაჩა მოქვს ნესტანდარი ჯანისთვის. და ანუ მეფე არის მეორე ხარისხოვანი გვირი, იმიტომ რომ არის სარიდანის შვილი და აქვს ანუ 7 სამეფოდან სხვა ერთი. მეფეზეა, მეგობრებო, საუბარი, სხვა მეფეზე. ქისმინო ბოლომდე რატო დავაჭირეთ? არიელი წამოიღებს ყაბაჩას და რიდეს, მას შემდეგ რაც დაამარცხებს ამ მეფეს, რომელიც გახსნის არქივებს და ყველანაირ ძვირფასეულობას გამოიტანს. მოგვისმინა. ო? მე მგონი რაღაც მომენტში აყევით ემოციებს და კაი, არინერვიულოთ, არა უშავს. რამაზია სწორი პასუხი და არა არიელი, რამაზ მეფე არის ეს ხატაელთა ხელმწიფე, რომელიც დამარცხდება ამ ბრძოლაში. არიელია მართლაც ის ადამიანი, ვისთანაც დამარცხდება, მაგრამ ეს სხვა პერსონაჟზე გეკითხებოდით ცბიერებითა და ვერაგობით გამორჩეულ გმირზე. პირველი შეკითხვა ესე რაღაცნაირად ეიფორიულად განვითარდა, თუმცა ეს ძალიან საინტერესო და აზარტულ თამაშს პირდება, ამიტომ გავაგრძელოთ და გამოვაცხადოთ შემდეგი რაუნდი. მეორე რაუნდი ციტატა. მკვდარია? შეეკითხა მოახლეს ქალბატონი. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა თავადაც შეეძლო ამის გადამოწმება, მაგრამ გადამოწმების გარეშეც ხომ ყველაფერი ცხადი გახლდათ. ამას ვამბობდი, თქვა მოახლემ და დასადასტურებლად გვამი ცოცხით მეტად წინ წასწია. ქალბატონი ამაზე ისე ამოძრავდა, თითქოს ცოცხის შეჩერება უნდოდა, მაგრამ არაფერი ასეთი კი აღარ მოუმოქმედებია. აბა, ახლა კი შეგვიძლია ღმერთს მადლობა შევწირო, წარმოთქვა ბატონმა და პირჯვარი გადაიწერა. ქალებმაც მისგან აიღეს მაგალითი და მის ქმედებას მიბაძეს. გოგონამ, რომელიც ხედარს თვალს არ აშორებდა, თქვა: შეხედეთ ერთი როგორი გამხდარი იყო. იგი ხომ ბოლო ხანს საერთოდ აღარაფერს ჭამდა. როგორც შევუგზავნიდით ხოლმე საჭმელს, ისეთივე ფორმით ხელუხლებელი გამოგქონდა იქიდან. აჭერს თელავი. მარტოობისას წელიწადი? და ვინ იყო ასეთი გამხდარი? აურელიანო ბუენდია მგონი. აღარ მახსოვს ზუსტად. რომელიც კედელთან მიაყენეს შემდგომში? კი და ანუ რო ყვდება მახსოვს რომ გამხდარი იყო და ცოცხი და რაღაცები მეცნო. არ არის ეს სწორი პასუხი, სამწუხაროდ ლიზა. და შესაბამისად შეკითხვის პირობა ამოიწურა, 30 წამი აქვს ფიქრისთვის პრომეთეს. ჩვენთან არის ვერსია. თორე. სამი, 2, 1 არ რისკავს 30 წამის განმავლობაში პრომეთე და დამატებითი მინიშნება თქვენთვის. ძიმე ჭრილობა, რომელიც მას თვეზე მეთხანს ტანჯავდა, რადგან ვაშლი მის სხეულში ისე ჩარჩენილიყო, ვერავის გაებედა მისი ამოღება და ისიც თვალსაჩინო მოსაგონრად დარჩენილიყო იქ,
ეტყობოდა თავად მამასაც კი იმას ახსენებდა, რომ ის მიუხედავად მისი ამჟამინდელი საზიზღარი და მოსაწყენი გარეგნობისა, მაინც ოჯახის წევრი იყო. 3, 2, 1 არ გვაქვს ვერსია. საინტერესოა ამასობაში თელავს ხო არ გაუჩნდა რაიმე ვერსია? არა. სადღაც ოთახშია ხო გამოკეტილი ადამიანი, უგზავნიან საჭმელს, ბოლოს აღარ ჭამს, ბოლოს როგორც ხედავთ ყდება და რა იყო იქ რაღაც უცნაური დეტალი იყო, ცოცხით გაგავესო. კი, ცოცხი, აი მაგან. აი ცოცხით რისი რანერი გვამი შეიძლება გადააგდო? ადამიანის გვამს რაღაც წერის ალბათ უფრო. ხო? მეტამორფოზა. ფრანც კაფკას მეტამორფოზა გარდასახვა, როგორც გენებოთ, სწორედ ამაზე იყო საუბარი. ერთ დილით რომ გაიღვიძებს გრეგორ ზამზა და აღმოაჩენს რომ ხოჭოდ გადაიქცა, აი სწორედ იმ ადამიანზე იყო საუბარი, სწორედ იმ ხოჭოზე, უბედურზე, მაგრამ ძალიან საინტერესო სიუჟეტის მქონე ნაწარმოების პერსონაჟს. ვერ გამოვიცანით სამწუხაროდ ეს შეკითხვაც და უნდა გავაგრძელოთ თამაში. წინ კიდევ 8 რაუნდი გვაქვს და იმედი მაქვს რომ სხვა რაუნდები ქულების მომტანი აღმოჩნდება. ყურადღებით. მესამე რაუნდი, მაყურებელი. შეკითხვის ავტორია ლუკა თაბუკაშვილი. გამოიცანით მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაბადებული ავტორი, რომელმაც სახელი განსაკუთრებით ერთი ნაწარმოებით გაითქვა. გამოსაცნობი მწერალი თავისი სამშობლოს ჩრდილოეთში დაიბადა, თუმცა ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დედაქალაქში გაატარა. სწორედ დედაქალაქში ცხოვრებისას შეესწრო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რომლის სიმძიმე საკუთარ ოჯახზე გამოსცადა. გამოსაცნობი მწერალი ბავშვობიდან მეამბოხე სულისკვეთებით გამოირჩეოდა. არ ემორჩილებოდა ქვეყანაში გაბატონებულ ქცევის წესებს და მისივე უსაფრთხოების გამო სასწავლებლად ავსტრიაში გააგზავნეს. მოგვიანებით კი საფრანგეთში გადასახლდა. მისი შემოქმედებიდან შეგვიძლია გრაფიკული რომანი გამოვარჩიოთ, რომელიც მისი ბავშვობის მოგონებებს ეფუძნება. აჭერს პრომეთე. შეიძლება იყოს სატრაპი. სატრაპი? დიახ, ანუ პერსეპოლის. საფრანგეთში გადასახლდა. საფრანგეთში გადასახლდა. გადასახლდა ავსტრიაში. ისწავლა და ესეთი რაღაცა ხიფათიანი ბავშვი იყო და ახალგაზრდა შემოქმედი. პერსეპოლისი. პერსეპოლისის ავტორზე მესმის კი მარჯან სატრაპზეა საუბარი. თუმცა, მეგობრებო, აგერ უკვე მესამე რაუნდია, რისკავთ კიდევ ცდილობთ რომ დამატებითი ქულები მოიპოვოთ. და ამჯერად ეს სწორი პასუხია. სატრაპი მარჯან სატრაპი პერსეპოლისის ცნობილი გრაფიკული ნოველის ავტორი, ხალი, რომელიც ასევე ცნობილი რეჟისორიც გახლავთ და პერსეპოლისი არის ცნობილი ანიმაციაც გადაღებული, ხო? გაიჭრა წინ პრომეთე 3 ქულით 3-0 ხდება ანგარიში, ყოჩახ დებიუტანტებს, თელავს კი მოუწოდებ რომ უფრო ყურადღებით მეგობრებო. მეოთხე რაუნდი სხვადასხვა. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ დაწესებულების ზოგადი სახელი, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში შევხვდებით. გამოსაცნობის სიტყვის წარმომავლობას ძველბერძნულ ენამდე მივყავართ. ამ ენაში ეს სიტყვა დაკავშირებული იყო არსებებთან, რომლებიც ერთ ცნობილ გეოგრაფიულ ობიექტზე სახლობდნენ. მისი როლი ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოების როგორც კულტურულ და მეცნიერულ განვითარებაში, ასევე უკვე არსებული ცოდნის შენახვაში. საქართველოში ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი დაწესებულება 1852 წელს გაიხსნა ვლადიმერ სოლოგუბის ინიციატივით და იქ წლების განმავლობაში მრავალი კოლექცია დაგროვდა. აჭერს პრომეთე ისევ მუზეუმი. აუ იყოს. და აი ეს არსებები? არსებები არ ვიცით, მაგრამ კოლექცია დაგროვდა. სახელიო ვიღაც არსებებისგან მიიღო, რომლებიც სადღაც ახლობენო. მუზები. მუზები. მუზეუმი. ხელოვნაც აღიარა უკვე ეს სწორი პასუხია ნამდვილად.
მუზეუმზე იყო საუბარი, როგორც ასეთზე, დაწესებულებაზე და სხვადასხვანაირი მუზეუმები ვიცით ხომ სოფლიოში უამრავნაირი ისტორიოგრაფიულიდან დაწყებული სახელოვნებო მუზეუმებით დამთავრებული. 6-0 ხდება ანგარიში, 6 ქულით გადის წინ პრომეთე ყოჩაღ. ეს მოყვება ხოლმე სითამამეს და ყოჩაღ რომ ასე თამამად რისკავთ მიუხედავად იმისა რომ თქვენი დებიუტია. ვეკი ხვდები რომ ვერსია გქონდათ ელავს. კი. ვაპირებთ. და ამ შემთხვევაში პირიქით იყო საქმე რომ რაღაცა შეგბოჭათ. კი. უფრო თამამად მეგობრებო. უფრო თამამად. მაშასე ვაგრძელებთ თამაშს. მეხუთე რაუნდი ვიდეო შეკითხვა. გამოიცანეთ გეოგრაფიული ობიექტი, რომელიც ერთი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის დაახლოებით 12000 წლის წინ გამყინვარების პერიოდის დასასრულს წარმოიქმნა. ობიექტი განსაკუთრებით ცნობილი მე-19 საუკუნეში გახდა და დღემდე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს წარმოადგენს. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით ობიექტის გარშემო არსებული გარემოს გარდაქმნა დაიწყეს. თუმცა მოსამართლე როუზის გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით იქ არსებული ბუნების დამახინჯება აიკრძალა. გამოსაცნობ ობიექტთან არსებული მიწა ცნობილ ავტორს რალფ უალდო ემერსონს ეკუთვნოდა, რომელმაც თავის მეგობარ მწერალს ექსპერიმენტის მიზნით ნება დართო იქ ეცხოვრა. თქვენ მიერ დასახელებული ჰიდრონიმი სწორედ ამ წერილის ნაწარმოების სათაურში ფიგურირებს, რომელშიც საზოგადოებისგან 2 წლიანი განმარტოების შესახებაა მოთხრობილი. აჭერს თელავი ამჯერად ასწრებს, როგორც ჩანს, რაღაც ამის მესედით გისმენთ, ეს ობიექტი არის ნორვეგიული ტყე, შეიძლება. ნორვეგიული ტყე. კი. რომელიმე კონკრეტული და ეს ზოგადად ნორვეგიული ტყე. ხო, ანუ ჩრდილოეთ აღმოსავლეთში. არ არის ეს სწორი პასუხი, მეგობრებო, არ არის საუბარი ნორვეგიულ ტყეზე და 30 წამი აქვს ფიქრისთვის პრომეთეს. აჭერს პრომეთე. შეიძლება იყოს ვოლდენი. ვოლდენი. შეიძლება იყოს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გქონია. ვინ დაუთმოო ავტორსო? თუ გახსოვთ? ანუ ვოლდენი ტყეში ცხოვრება. ავტორი არ მახსოვს, მაგრამ ვოლდო ემერსონმა ვოლდენი სწორი პასუხია, ნამდვილად ვოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება. არის თოროს ძალიან ცნობილი ნაწარმოები და თორო განმარტოვდა იქ და იცხოვრა 2 წლის განმავლობაში, როგორც ნათქვამი იყო და დაწერა შემდეგ ვოლდენი, ანუ ტყეში ცხოვრება. ეს სწორი პასუხია და ანგარიში ხდება 8-0 კიდევ უფრო წინ გადის პრომეთე 8-0 ყოჩაღ. მეგობრებო, აი იქ უნდა დაუკვირვებოდით ზუსტად ყველა და არ თქვით ემერსონის შუა სახელი. ხო, ესეთ რაღაცებს მნიშვნელობა აქვს ხოლმე ხშირ შემთხვევაში. 5 ძირითადი რაუნდი გავიარეთ და ანგარიშით 8-0 წინ არის პრომეთე და წინ გვაქვს კიდევ 5 რაუნდი. მოიკრიბეთ ძალები, ბრძოლა გრძელდება, წინ არაერთი ქულაა მოსაპოვებელი, ამიტომ არ მოეშვათ არც ერთი გუნდი. მე-6 რაუნდი, ასოციაცია. ობოლი, ტურფა, თავგანწირვა, დაბრუნება, სიმღერა, რაინდი, მტკვარი, ჩაფიქრება. ასწრებს პრომეთე. ფიქრნი მტკვრის პირას. ეგ არის. პატარა დრამა თამაშდება წიგნების თაროში, ისევ ასწრებს პრომეთე თელავს, პასუხობს ფიქრი მტკვრის პირას და ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო, ამჯერად. ამ შემთხვევაში ნაადრევად იზეიმა პრომეთემ და ნაადრევად განიცადა თელავმა. და ვიცი, ასეც ხდება ხოლმე. მე უნდა გავაგზავნო თქვენთვის შეკითხვის წაკითხვა და ეცადეთ რომ დაბრუნდეთ ახლა თამაში. დადუმება, სისხლის ცრემლები, ცისკრის ვარსკვლავი, თაწმინდა, ცა, ხმელეთი, სამშობლო, აჭერი. პიროს ხმელეთ ზურმუხტო? მონაცია. ნაწარმოებს რა ქვია? სამშობლო, ჩემო სამშობლო? არ არის ეს სწორი პასუხი, მეგობრებო. განთიადი ქვია, რა თქმა უნდა, ამ ლექს ქვია განთიადი. რას ვიზამთ? რა გაეწყობა? სამწუხაროა ნამდვილად. გახსოვთ ვის ეძღვნება?
დიმიტრი ნამდვილად დიმიტრი ყიფიანს ეძღვნება ეს შესანიშნავი ლექსი, საიდანაც არის კიდევაც ჩვენს ჰიმნში შესული ცნობილი სიტყვები ამოსული საფიროს ხმელე ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო თაწმინდა ჩაფიქრებულაო, ხო? მეგობრებო, ვერ გამოიცანით ეს შეკითხვა სამწუხაროდ ასე გამოდის ანგარიშია 8-0, 4 ძირითადი რაუნდი გრჩება, 12 კულო შეიძლება მოვიპოვოთ, ამიტომ ძალები მოიკრიბეთ. მე-7 რაუნდი. ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელმაც მკითხველს თავი არა მხოლოდ საკუთარი ნაწარმოებებით, არამედ ლიტერატურაში თხრობის ახალი სტილის შემოტანითაც დაამახსოვრა. მეტიც, მისი ნაწარმოებების უმეტესობა ხელოვნების სხვადასხვა დარგში აისახა. გარდა სამწერლო კარიერისა, გამოსაცნობი პიროვნება ცნობილია როგორც არქეოლოგი და ისტორიკოსი. მისი ცხოვრების ქრონიკა გამოირჩევა კარკასონისა და სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაგებობების დაცვით. საინტერესოა, რომ მწერალი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. კრიტიკოსი სენტ-ბიუვე გამოსაცნობი ავტორის წერის სტილზე საუბრისას აღნიშნავდა, რომ მის ნაწარმოებებში ერთ ზედმეტ სიტყვასაც ვერ იპოვიდით. ავტორის შემოქმედება რომანტიზმის ჟანრს მიეკუთვნება. მისი ნაწარმოებებიდან კი შეგვიძლია ერთი ნოველა გამოვარჩიოთ, რომლის მოქმედება ანდალუზიაში მიმდინარეობს და არაკანონიერ საქმიანობაში ჩართული ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ვერსია არ ჩანს 30 წამი. აჭერს თელავი. შეიძლება იყოს ცვაიგი. ცვაიგი. იყოს რა. ცვაიგის რომელი ნოველა ვითარდება ანდალუზიაში? უცნაური ქალის წერი. უცნობი ქალის წერი. შეიძლება რომ დავაკავშიროთ. არ არის ეს სწორი პასუხი სამწუხაროდ, არ არის საუბარი შტეფან ცვაიგზე, აგრძელებს პრომეთე ფიქრს. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი და ახლა პრომეთე შეეცდება რომ ერთი ქულა მოიპოვოს, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღებით. თქვენ მიერ გამოსაცნობი ავტორი მე-19 საუკუნის დასაწყისში პარიზში დაიბადა. მის სახელს უკავშირდება ნოტრ-დამის რესტავრაციაც. ბოლოს გეტყვით, რომ აკაკი ბაქრაძე მის ნიკოლაი გოგოლსა და ალექსანდრე ყაზბეგს შეადარა სტატიაში სახელწოდებით არსებობის მარადისობის რღვევა, ანუ შვილის მკვლელი მამა. 3, 2, 1. ოი რა სამწუხაროა. გასულია უკვე, გასულია 3 თვლა. ვისი თქმა გინდოდათ? პროსპერ მერი. ეს ბოლოს გაგიჩნდა მარიამ ეს. მატეო ფალკონეთი. თუ მანამდე გქონდათ ვერსია, თუ ბოლოს გაჩნდა? ბოლოს გაჩნდა. მაშინ სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ დააგვიანეთ, იმიტომ რომ ნამდვილად პროსპერ მერიმეზე იყო საუბარი. დიახ, ანდალუზიაში მცხოვრები ქალი კარმენია, მეგობრებო, კარმენსიტა. და მატეო ფალკონეა სწორედ პერსონაჟი, რომელიც აკაკი ბაქრაძემ ასე ვთქვათ დააჯგუფა ტარას ბულბასთან და ხევისბერ გოჩასთან ერთად, ხო? სამწუხაროა რა გაეწყობა, დროში უნდა ჩავეტიოთ ხოლმე 3-2-1-ის შემდეგ უკვე აღარ შეიძლება დაჭერა. ანგარიში კლავაც და კლავაც 8-0-ია, 3 ძირითადი რაუნდი გრჩება. ჯერ კიდევ არის შანსი თელავს მიმართავ, რომ შემოატრიალოთ თამაში 9 ქულა გვაქვს ძირითად რაუნდებში. და ჯერ კიდევ კი არა და აქვს შანსი პრომეთეს, რომ კიდევ უფრო გაზარდოს თავისი უპირატესობა. მაშასე მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. აჭერს ორალაინი. კი, იმიტომ რომ ზუსტად ესეთი გადაღების სტილი. ეგაი, უეჭველი. კაი, დამშვი. ხატრობით იცანით? კი, უეჭველი, ზუსტად ეგ. კი, ეგა. ეგ იყოს რა გთხოვთ. იყოს რა. არ ვიცი, დღეს თელავს რანაირი ფორტუნა გამოყვა თბილისში. აი რანაირად შეიძლება ამდენჯერ ასე მოხდეს. მაგრამ ამჯერად ეს სწორი პასუხი. მიდი. 8-3 ხდება ანგარიში. ნიუ გეიმანის კოროლანზე იყო საუბარი ნამდვილად და საუბარი კი არა და
კადრი ჩანდა სწორედ კორალაინიდან. 8-3-5 ქულამდე ამცირებს სხვაობას თელავის მეცხრე საჯარო სკოლა და 2 ძირითადი რაუნდი გრჩება. ყოჩაღ მეგობრებო, ეხლა რაღაცა მობილიზდით კიდევ უფრო მეტად და პრომეთე არ მოდუნდეთ, თამაში გრძელდება, ხო? 2 ძირითადი რაუნდი 6 ქულა ჯამურად. მეცხრე რაუნდი, ნაწარმოები. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც ავტორის შემოქმედებაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს იკავებს. წიგნს მწერლის სხვა ტექსტებთანაც აქვს კავშირი. მაგალითად, ისევე როგორც სხვა ნაწარმოებებში, აქაც გამოჩნდება დანტე ალიგიერისთან ალუზიები. როცა მთავარი გმირი საკუთარ თავს ბელაკუას ადარებს. აღნიშნავენ, რომ გამოსაცნობი რომანი განსაკუთრებით პოპულარული სწორედ იმის გამო გახდა, რაც მასში გამოტოვებულია. კლასიკური სიუჟეტური ხაზი, პერსონაჟები, სცენები და ასე შემდეგ. ეს ერთგვარად ექსპერიმენტული რომანია, რომელშიც ავტორი შავი იუმორის დახმარებით ბესტსელერი. დანტე ალიგიერთან ალუზიები არის. და ანუ შავი იუმორი. კლასიკური სიუჟეტური ხაზი სადღაც ალბათ იხლართება და არა პერსონაჟები. შეიძლება გამოტოვოს. ხო, არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ამ ვერსიის მსგავსებაში, მაგრამ არ არის ეს სწორი პასუხი, არ არის საუბარი ბესტსელერზე. სამწუხაროდ. ვაგრძელებ შეკითხვას სკოლა ლიცეუმ პრომეთესთვის. ავტორი შავი იუმორის დახმარებით მნიშვნელოვან ეგზისტენციალურ თემებს განიხილავს. საინტერესოა, რომ მწერალმა წიგნი არა მშობლიურ, არამედ ფრანგულ ენაზე დაწერა და თავადვე თარგმნა ინგლისურად პატრიკ ბუოლსთან ერთად. რომანში სულ 3 პერსონაჟია, რომელთაგანაც წიგნში 2 მათგანის მონოლოგს ვხედავთ. ხოლო მესამე პერსონაჟი ერთ-ერთი გმირის დედაა, რომლის ბედიც გაურკვეველია. 30 წამი. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი, მე ხვდები თქვენი გამომეტყველებით, რომ ელოდებით დამატებით მინიშნებას. კეთილი. თქვენ მიერ გამოსაცნობი რომანი ტრილოგიის პირველი წიგნია, რომელიც ირლანდიელ დრამატურგსა და მწერალს ეკუთვნის. მთავარი პერსონაჟი, რომლის სახელიც რომანის სათაურია, მაწანწალაა. მისი მონოლოგი წიგნის პირველ ნაწილს შეადგენს, ხოლო მეორეში კერძო დეტექტივის მორანის მონოლოგს ვეცნობით. 3, 2, 1 ვერ გაიხსენეს, რაღაცას იხსენებენ თელი წუთია და ვერ გაიხსენეს. თელავმა ხო არ გაიხსენა ამასობაში შემთხვევით. აი მეორე ნაწილი თუ მორანია, პირველი ნაწილი არის მოლოი. მოლოი, სემუელ ბეკეტის მოლოი არის ეს ნაწარმოები, ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის, რომელიც სხვათა შორის ხშირად წერდა ფრანგულად და აი ესაც როგორც იყო აღნიშნული შეკითხვაში ფრანგულად დაწერა. 8-3 ანგარიში უცვლელია დღევანდელ თამაში და ბოლო ძირითად რაუნდს მივუახლოვდით, რომელიც შემთხვევითი იქნება. მეათე რაუნდი, შემთხვევითი. აბა რას გვიქადის ჩვენი კომპიუტერი, ვნახოთ. ავტორია ჩვენი ბედისწერა დღეს. ესე იგი და მოგვიწევს გამოვიცნოთ ავტორი. ესე იგი, მე მგონი კომპიუტერი გაბრაზდა მერიმე რომ ვერ გამოვიცანით და მაინც გამოგაცნობინებთ ავტორსო გითხრა და აი ესე მოგვიმზადა ესეთი ამბავი. კეთილი, ვითამაშოთ. მზად ხართ? კი. ყურადღებით. გამოიცანით ავტორი, რომლის შემოქმედებაც შეგვიძლია ეგზისტენციალიზმს მივაკუთვნოთ. ლიტერატურული მოღვაწეობა საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო. ლექსების, მოთხრობების, ესეებისა და სტატიების ჟურნალებში ბეჭდვით. აჭერს პრომეთე? შემთხვევით დაგეჭირეთ თუ დააჭირეთ? არა, დავაჭირეთ მე მგონი. დააჭირეთ. ლეგვინი გქონია. ლეგვინი. რაღაცა ისე დააჭირეთ, რომ მეც ცოტა შეშინებული ვარ. ლეგვინი. ის შეიძლება იყოს? არის
მაგრამ არ არის. არ არის ლეგუინი, არ არის საუბარი. ურსულა ლეგუინზე სამწუხაროდ და ასეთი სწრაფი რისკის შემდეგ მე უნდა გავაგრძელო შეკითხვის წაკითხვა თელავისთვის. ყურადღებთ. ამავე დროს განათლებას იღებდა ელექტრული ტექნოლოგიების განხრით და აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებში. ამის შემდეგ ავტორმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყვიტა ლიტერატურული საქმიანობა და აქტიურად დაიწყო მუშაობა საკუთარი პროფესიით. რამდენიმე წელიწადში პროზის წერა განაახლა და იმდროინდელ ლიტერატურაში სრულიად ახალი, თვითმყოფადი სამწერლო ხმა გააჟღერა. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი კომუნიზმის მხარდამჭერი იყო, მის რომანებში ნათლად აისახა კომუნისტური სისტემის უარყოფითი მხარეები. ამ კრიტიკის გამო მისი უმთავრესი ნაწარმოებები საბჭოთა კავშირში მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში გამოქვეყნდა. მის ერთადერთ დასრულებულ რომანში მოქმედება ალექსანდრ დვანოვის გარშემო ვითარდება და სატირულად აღწერს 20-იანი წლების კომუნიზმს. ვერსია არ ჩანს. 30 წამი. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამიც და ძირითადი რაუნდების ბოლოს ერთ ქულაზე ვიბრძოლებთ. ნახოთ. გამოსაცნობი ავტორი განუმეორებელი სახელია მე-20 საუკუნის რუსულ ლიტერატურაში. მიუხედავად მისი სიმპათიებისა კომუნისტური წყობის მიმართ, ის აქტიურად აკრიტიკებდა სისტემას. მისი ერთ-ერთი ნაწარმოები დისტოპია, რომელიც ვოშჩევის სამსახურიდან დათხოვნით იწყება. 3, 2, 1. რაიმე მაინც გაგერისკათ, მეგობრებო. მე-20 საუკუნის რუსი მწერალი გვინდა, რომელსაც ცენზურის მსახრალი ხელი შეეხო, ხო? იმიტომ რომ რაღაცა 80-იანებშიღა დაიბეჭდა, ანუ მანამდე უნდა დაბეჭდილიყო. თქვენ ხო არ გაგახსენდათ ვინმე ასეთი? ბუნინზე ვფიქრობდი, მაგრამ მე ხო, მაგრამ ბუნინი უფრო ძველი. ანდრეი პლატონოვზე იყო საუბარი. პლატონოვია ეს ადამიანი, რომელიც უნდა დაგვესახელებინა, არ ვწყალობთ ავტორებს დღეს. და მოდით პირდაპირ ზოგადი რაუნდების იმედი გქონდეს. მეგობრებო, ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დატოვეთ. ტასო, ლიზი, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ ფილმი, რომელმაც გამოსვლისთანავე მოწონება დაიმსახურა. ის ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საერთო ნაშრომია, რომელიც კომედიებითა და სატირებით განთქმულმა რეჟისორმა გადაიღო. ფილმი წარდგენილი იყო ოქროს გლობუსისა და ოსკარის ნომინაციებზე, საიდანაც საუკეთესო ადაპტაციის კატეგორიაში გაიმარჯვა. რეჟისორმა სცენარი კრისტინ ლეუნენის ნაწარმოებზე დააფუძნა. თუმცა როგორც თავად იხსენებს, სურდა გადაეღო კინო, რომლის პერსონაჟიც წარმოსახვითი ადოლფ ჰიტლერი იქნებოდა. შეიძლება იყოს კურდღელი ჯოჯო? კურდღელი ჯოჯო? არა, ვაიმე არა. ისევ ხო არ იჩხარ. არა, კი, არა, ეგ არა. მივხვდი რაც არის? კი, ანუ ეგ არა. ხო, არ ვიტყვი. კურდღელი ჯოჯო მივიღეთ, იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია. ჯოჯო რებიტ. კურდღელი ჯოჯო. ტაიკა ვაიტიტის შედევრი, მე ძალიან მომეწონა ეს ფილმი, როცა ვნახე და ძალიან ბევრი ემოცია გამოიწვია ჩემში. იცოდი, ტასო? იცოდი, აი, მართლა დამასწრო. კი, აი, ესეა ხან ვინ დაასწრებს, ხან ვინ. ანგარიში ხდება 8-5 და მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მარიამ, ნათია, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. ახლა კი თქვენ უნდა გამოიცნოთ ტექნოლოგია, რომელსაც დღეს თითქმის ნებისმიერ ადგილას შევხვდებით. მისი ისტორია 1970-იანი წლებიდან იწყება. თუმცა პრაქტიკული გამოყენების პირველი შემთხვევა
1997 წელს დაფიქსირდა. დროთა განმავლობაში მას შემდეგ რაც ტექნოლოგიები უფრო და უფრო განვითარდა, მას შევხვდებით ისეთ მოწყობილობებშიც კი, როგორებიც სარეცხი მანქანა, კონდიციონერი ან პრინტერია. გამოსაცნობი ტექნოლოგიის სახელწოდება დეფისიან შემოკლებას წარმოადგენს. თუმცა დღემდე უცნობია, რადგან არავის დაუზუსტებია მისი სრული ოფიციალური სახელი. ბოლოს კი გეტყვით, რომ გამოსაცნობი ტექნოლოგია ყოველდღიურობაში, ძირითადად მობილური ტელეფონებისა და ლეპტოპების ინტერნეტთან დასაკავშირებლად გამოიყენება. ვერსიის დონეზე ვიტყვი დედაპლატა? დედაპლატა? ეს არ არის სწორი პასუხი, ნათი არ არის სწორი პასუხი დედაპლატა და მომენტალურად აქვს ვერსიის თქმის უფლება მარიამს. Wi-Fi. Wi-Fi სწორი პასუხია, ნამდვილად Wi-Fi-ზეა საუბარი ჩვენი დღევანდელი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილზე, იმიტომ რომ ინტერნეტს ხშირ შემთხვევაში სწორედ Wi-Fi-ის დახმარებით ვუკავშირდებით ხოლმე. ანგარიში ხდება 10-ით 5, 5 ქულამდე ისევ იზრდება სხვაობა და სპორტის რაუნდზე მოთამაშეები მობრძანდნენ. კეთი, ლიზა, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით სპორტსმენი, რომელიც არც ისე დიდი ასაკის მიუხედავად უკვე მრავალი ჯილდოს მფლობელია. ის ბავშვობიდან იყო სპორტით გატაცებული და ფეხბურთელობასაც აპირებდა. თუმცა სიმაღლეში გაზრდის გამო გეგმები შეეცვალა. მისი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია გრეგა ბრეზოვეჩმა და მიიწვია ახალგაზრდულ გუნდში სათამაშოდ. მოგვიანებით მისი კარიერა მადრიდულ კლუბში გაგრძელდა, სადაც მან შეძლო გამხდარიყო ევროლიგის ჩემპიონი და აეღო MVP-ის ჯილდოც. 2018 წლის NBA-ის დრაფტის ბოლოს ის Dallas Mavericks-ში მოხვდა. მისი გასაოცარი შედეგების გამო მან შეძლო გამხდარიყო წლის ახალწეული და ყველა ვარსკვლავის მატჩშიც მიეღო მონაწილეობა. 3, 2, 1 და დაგვესახელებინა ალბათ დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ევროპელი კალათბურთელი, თუ არა ყველაზე გამორჩეული, მისი სახელი და გვარი გახლავთ ლუკა დონჩიჩი. ლუკა დონჩიჩია ეს ვარსკვლავ ბიჭუნა, ვერ გამოვიცანით სამწუხაროდ და ბლიცის მოთამაშეებს ველი მაგიდებთან. მარიამ, ლიზა, ბლიცი უნდა ვითამაშოთ. ანგარიშია 10-ით 5, 5 ქულაა სხვაობა. ბლიცი დაძაბული იქნება შესაბამისად, მაგრამ პირველი მარიამთან უნდა ვითამაშო. მზად ხარ ამისთვის? დიახ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია ავგუსტ სტრინბერგი. ავსტრიელი. შვედი, რომელ საუკუნეში გამოიცა ორი ქალაქის ამბავი? მე-19. რომელიც წელის პერსონაჟია ბერნარდ მარქსი? შემდეგი. ჰაქსლის, გიორგი ერისთავთან ვინარიან ერთმანეთისთვის ანდუ ყაფარი და პავლე? ძმები. სწორია ჯოზეფ ჰელერის ხაფანგი? 22. სწორია ლინდგრენის რომელი პერსონაჟი ცხოვრობს ვილაყიყლიყოში? პეპიკსტელი. სწორია ვინ დაწერა დედის ოთახი? შემდეგი. გელაშვილმა რომელ ნაწარმოებში ხვდებით იოზეფ კას? პროცესი. სწორია სადავრო მითოლოგიაში ხვდებით ფრეიას? ნორვეგიული. სწორია რომელ მწერალთან ხვდებით პლანეტა არაკის? ბრედბერი. ჰერბერტთან ვინ დაწერა მოსკოვი პეტუშკი? შემდეგი. ევროპელებმა ტოლკინთან რა არსებაა ფროდო? დრაკონი. ჰობიტი გრიმებთან რომელიც დაძმა ყრის ტყეში პურის ნამცეცებს? ჰენზელი და გრეტელი. სწორია ჯავახიშვილთა რა გვარია მარგო? ხევისთავი. სწორია სადავრო ავტორია მიხეილ ლერმონტოვი? რუსი. სწორია რომელი წელის პერსონაჟია ბესამე კარო? შემდეგი. გურამ დოშანაშვილის სადავრო ჯადოქარს ხვდებით კოელიოსთან? შემდეგი. პორტობელოელს როგორ შარავანდეთს ხვდებით ბარნოვის წიგნის სათაურში? შემდეგი. მიმქრალ. დრო ამოიწურა და მარიამმა დააგროვა 8 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარიამს. ნამდვილად დაიმსახურა დებიუტში ეს აპლოდისმენტი. თუმცა მე უნდა გადავინაცვლო ახლა ლიზასთან. და ლიზას მოუწევს მინიმუმ 13 ქულიანი სხვაობა აღმოფხვრას. მზად ხარ ამისთვის? გონი. გონი. ეცდები ყოველ შემთხვევაში. კი. დავიწყოთ ბლიცი ლიზასთან.
დავიწყოთ. სადავრი ავტორია ჰენრი კიბსენი. ამერიკელი. ნორვეგიელი, რომელ საუკუნეში გამოიცა საბრალონი? მე-19. სწორედ რომელ მწერლის პერსონაჟია გაი მონტეგი? შემდეგი. რეი ბრედბერის ლიაშულთან ვინ არიან ერთმანეთისთვის დარისპანი და კაროჟნა? დები. მამაშვილი კურტ ვონეგუტის სასაკლაო? ნომერი 5. სწორედ ლინდგრენის რომელი პერსონაჟი ცხოვრობს სახურავზე? კალსონი. სწორედ მიდეწერა მერვე სიცოცხლე? ხარტიშმა. სწორედ რომელ ნაწარმოებში ხვდებით გრეგორ ზამზას? მეტამორფოზა. სწორედ სადავრო მითოლოგიაში ხვდებით ვენერას? რომაულ. სწორედ რომელ მწერალთან ხვდებით პლანეტა ტრანტორს? ლეგუინი. აზიმოვთან ვინ დაწერა ჩევენგური? პლატონოვი. სწორედ ტოლკინთან რა არსება გიმლი? ჯუჯა. სწორედ გრიმებთან რითი მოწამლავს დედინაცვალი კიფიჩიას? სწორედ ჯავახიშვილთან რა გვარია ჯაყო? შემდეგი. ჯივაშვილი სადავრო ავტორია იოჰან გოეთე? გერმანელი. სწორედ რომელ მწერლის პერსონაჟია ზია ისიდორე? შემდეგი. დუმბაძის სადავრო ჯადოქარს ხვდებით რუშტისთან? ვენეცია, ფლორენცია. სწორია როგორ ტრფობას ხვდებით ბარნოვის წიგნის სათაურში? სწორია ვის სახელობის მახვილს ხვდებით პოტერიადაში? მახვილს შემდეგი. გრიფინდორის. დრო ამოიწურა და როგორც წარიმართა ეს თამაში ისეთივე დრამატული გამოვიდა ფინალის. ლიზამ დააგროვა 12 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მაინც ლიზას და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, ასწრაფოთ რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში, რომელშიც სულ ერთმა კლუბამ გადაწყვიტა თამაშის ბედი. საბოლოო ანგარიში კი გახლავთ 18-17 იმარჯვებს თბილისის სკოლა ლიცეუმი პრომეთე იმარჯვებს ქეთი მარიამ ტასო გილოცავთ. აი დებიუტიც ასეთი უნდა თავისი თელი პერიპეტიებით და სასპენზებით და ტვისტებით და რა ვიცი, რაც დრამატურგიულ სქემას მოუხდებოდა, ყველაფერი იყო დღევანდელ თამაში. გილოცავთ, თქვენ მერვედ ფინალში ხართ, მეგობრებო, და აგრძელებთ ბრძოლას, წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა, შემდგომ ეტაპებზეც. ძალიან დასანანია, მეგობრებო, ამდენი გაშვებული შანსი ხელიდან და რაღაცა ძალიან ცოტა რო დაგვაკლდება ბოლოში, მაგრამ რას ვიზამთ? რა გაეწყობა? სამწუხაროა ძალიან, მაგრამ მოდით გავამხნევოთ აპლოდისმენტებით თელავის მე-9 საჯარო სკოლა. ნათია, ლიზა და ლიზი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ ფორტუნა არ სწყალობდა დღეს ალბათ. მე კი ახლა უნდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო მეგობრებო და გითხრათ რომ ერთმანეთს წიგნების თაროს შემდეგ თამაშში შევხვდებით. უყურეთ აუცილებლად საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტ წიგნების თაროს და უგულშემატკივრეთ გუნდებს ჩვენთან ერთად. ნახვამდის. სად არიან ბავშვი? ოპა, მოგამოხვედით?